მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სხვა ფორმულირებით დავსვამდი ამ კითხვას და უპასუხებდი შემდგომ. გაჩენ რა საკითხის გარშემო ხდება ეს დებატება სამწუხაროდ, რომელიც არ მგონია ნორმალურად საღადმოაზროვნე ადამიანს სიამოვნებდეს. განსაკუთრებით თავარ მოქმედ პირებს, ხო, როდესაც მუდმივად გიწევს ამ ტურბულენტურ ზონაში ყოფნა. როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებზე სთხოვ პასუხს ხელისუფლებას. დეპუტატი. მაშინ რა უნდა მესაქმებოდეს ამ პოლიტიკაში, ან მით უფრო პარლამენტში. როდესაც ეკითხები ხელისუფლებას, რომ საარჩევნო შტაბში რო შეცვივდი და იარაღის კონდახებით რომ დაუჩეხე თავები. პასუხისგებაში რატომ არ მიეცი ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა? და მეტიც, როდესაც მთავარი შემოქმედი ამ უმძიმესი დანაშაულისა აქ თქვენს დარბაზში, აქ თქვენი გუნდის წევრია, ენზელ კოიანი იყო სვედობი. ეს ერთი ხო, რაზე იყო საუბარი. მეორე, როდესაც უამრავ რეპრესირებულ ადამიანზე წინა საარჩევნების მსვლელობისაც საუბრობდა, განსაკუთრებით ფატალური შედეგით რომ დასრულდა ამაგდარი პედაგოგის შემთხვევა ხედველობაში, ქალბატონ ია კერზაიას. ამაზე უსმენ კითხვას და როდესაც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უმოწყალო ცივი იარაღით აგიჩეხავენ და აქედან მხოლოდ ერთ თავდასხმას დააკავებ და მეორე მოქმედ დაცვის პოლიციის თანამშრომელს საერთოდ არ დააკისრებ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და რომელი ერთი ჩამოთვალდა ამაზე ყრუკედელი ხდება, ხო? ამაზე ეძახიან პროვოკაციას. კი ბატონო, არაფერი. მაგრამ აი ესე პირდაპირ ადანაშაულებ ადამიანებს თქვენს კოლეგებს ქართული ოცნების საპარლამენტო შემადგენლობას. ნამდვილად, დიახაც, ნამდვილად. ელზელ კოიანი შემოიგა დასრულდა დრო რაღაცა მითი მოკიდვების და არ მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი რახან გადავწყვიტე ვიყო ამ რთული საქმიანობით დაკავებული პოლიტიკაში ვიყო ჩართული აღარ ვაპირებ ენის მოწესრიგვაზე. ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დამნაშავეზე ენზელ კოიანი დარბაზში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ გმირი უწოდა. მართლაც გმირი უწოდა, გახსოვთ ხო? გმირი უწოდა საგანგებოდ რაღაცა გამოვაწყო ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია აღარ მოვწოს და ენზელ კოიანი აქო ადიდა. როდესაც უბრალოდ დღემდე მკურნალობენ ის ადამიანები და არანაირი რეაგირება. ნუ ზაზას არალიძეზე და ბავხას მაჩალიკაშვილზე ეხა ამ შემთხვევაში აღარ ვსაუბრობ. დღემდე შემთხვევაში არაფერი, ვითომ არ ხდება. რა გამოსავეთ იცით რა მინდა გითხრათ, წარმატებით იდგა იმავე რეგიონში თქვენი გუნდი, პოლიტიკური გუნდი, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლების სათავეში, ენზელ კოიანი იყო უმრავლესობის წევრი ასევე. მე რაზე ვსაუბრობ? ეს არის ჯერ სანამ გაერთიანებული ოპოზიციური პლატფორმა შეიქმნებოდა, მანამ სულ ვამბობ, ეს არის განახლებული ნაციონალური მოძრაობა. ნახევარზე მეტი წინა ხელისუფლებას უაძაგ რო გამოვა კალაძე, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას იწონებდა. იყო ფაქტია ეხა, ხო ვერ გავიქცევით. როდესაც კოლბახიზე შეგეუნება 9 წელზე გედავება უარყოფით ნაწილში. მიღოთ იმისა, რომ შენივად იცის, რომ ძალიან ბევრი პოზიტივი ჰქონდა და თელ ნახევარი გუნდი რომ მის რიგებშია, ამის მე მოთმენას აღარ ვაპირებ რა. როდესაც მათ რიგებში ხა ნუკრი ქანთარი ეყავთ, ადამიანი რომელიც ნუ ხა მე ვარ 38 წელს, მაგრამ მახსოვს და თბილისში არ მგონია მათ ხოლმე თბილისში მოვიცოდეთ, ყველამ ვიცით, რომელიც ავტომატით დაძდევდა ზვიად გამსახურდიას ხარდაჭერებს. ნუკრი ქანთარი 90-იან წლებში იყო ერთ-ერთი გოგა ხაიდრავასთან ერთად, ხო? დიახაც დავუმტკიცებ და ყველამ ვიცით. მეტიც ნუკრი ქანთარია ეს არის ადამიანი, რომელიც ახლა მორალური კატეგორიებით ცდილობს ხოლმე მესაუბროს და ესაუბროს მის ოპონენტებს. 95-94 წელს ნუკრი ქანთარიას, რეჟისორ ნუკრი ქანთარიას, ერთ-ერთ ლიდერს ქართული ოცნებისას, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი ვარსიმაშვილი, ბატონი ვარსიმაშვილი განიტყავს დაჭრილი წერალთან მოღვაწეთა რაღაცა ბრალდება კი არა, რეალობა არის, ეს ადამიანები არიან, ჩემოინგა. დიახაც ნუკრი ქანთარიას სხდომის მიმდინარეობისას, როდესაც მან თავისი სიტყვა წარმოთქვა და საკითხი ეხებოდა რაღაცა თეატრების გაერთიანებას და ორი მხარე იყო, ერთი ემხრებოდა და მეორე არ ემხრებოდა, ადგა და დანა ჩაატყა ზურგში რეჟისორ ვარსემაშვილს.
95-94 წელი იყო ბატონი ასათიანი იყო კულტურის მინისტრი, რომელიც მინისტრიც ესწრებოდა. სიმართლე ეს არის ფაქტი. ეს არის ფაქტი, ეს არის ფაქტი. ეს ადამიანი როდესაც ლევან გოგიჩაიშვილი ყავთ გუნდში, რომელმაც 2009 წელს 17 წლის ბავშვი დაჭრა ცივი იარაღით საქართველოს მიწის, ხო? ბატონი ირაკლი ბათიაშვილის შვილის დაბადების დღეზე. და მე 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა. როდესაც ლევან გოგიჩაიშვილი წინა ხელისუფლებასთან ბრძოლისას მთელი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე აქტივისტი. მე არა ვარ ეხლა წვანე ოპონენტი ხელისუფლების და მე რო გავიდეთ ეხლა ადამიანი რო დავჭრა და ადამიანს ვესწავლო მე არა ვარ დამნაშავე ინგერას მეუბნებით. მე არა ვარ მეგონი არავის არ ჩამორჩები წვანე ოპონირებით ხელისუფლებას, მაგრამ ვიღაცა რო მოკლა, ვიღაცა რო დავჭრა მე არა ვარ დამაშავე. ესეთი ადამიანი ლევან გოგიჩაიშვილი 2009 წლის ივნისის თვეში დიახაც განზრახ ყველობის ცხოველობა ქონდა ადამიანის, ხო? 17 წლის ბავშვი. და ნუკრი კანტარია, როდესაც მის კოლეგა რეჟისორს დანაზდურში უთყამდა, ბავშვი იყო ეს ნუკრი კანტარია. ანუ რას ამტკიცებთ ეხლა აი ამ არა, ეს კატეგორია ადამიანები, როდესაც შენ მოგიწოდებენ რომ ხმა არ ამოიღო უმძიმეს დანაშაულებებზე, გაცილებით მეტი мотиваცია და ენერგია მეძება არ დაგიმალავთ. პლუს უნდა მათქვევიოთ. ნუ აქ აღავსა გოგი ხალიდრავაზე და ეხლა ენზელ კოიაზე და ენზა კვიციანი ხახნო. ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის რა. ასე ყველას ვერ მოთხოვთ გმირობას და ყველას ვერ მოთხოვთ რომ მოწინავე ხაზზე იდექი და ებრძოლე მილიარდელ ოლიგარქს, ხო? მაგრამ ჩემთვის წყალგამყოფი არის, როდესაც ადამიანი ჩადის მოღალატეობრივ აქტს. ეს არის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ამბოხი მოაწყო ჯერ ერთი და მე გაიქცა რუსეთში. და მე თავარ კრემლის თავარ პროპაგანდისტულ მედია საშუალების ეთერში ვრემეს საშუალებით დადგა გაქცეული რუსეთში და თქვა რომ ომს 2008 წლისო აწარმოებდნენ ამერიკელები, აი ნიღაბი რო ჩამოხსენიო დავინახე ფერატკანიანი, ეს იყო ამერიკელიო, ჯარისკაციო. კლასიკური მოღალატეა და არ დაუხრი თავს ინგა. არ დაუხრი თავს ეს ადამიანები ნიკა უბრალოდ არა თავს არ და რა ეს გეტყვით აი მე ხა ამ სამსაც მომივიდა ინბოქსში ჩემი ერთ-ერთი კოლეგა მწერს რომ ნიკა მელიასო როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სხვაზე რო ლაპარაკობს ძალადობაზე იქნებ შეახსენოთ კონკრეტული ფაქტები ძალადობის შემთხვევაში. არა რა დავამთავრებ კითხვას და მე მიპასუხეთ თუ შეიძლება. აი როცა თქვენი თქვენი გუნდის მისამართით ქართული ოცნების იქნება თუ სხვა ფრაქციის ამ შემთხვევაში პატრიოტ ალიანსი მხედველობაში მხრიდან მოდის ხოლმე ამ ტიპის განცხადებები რომ თქვენ არ გაქვთ უფლება, ისინი ბუნებრივია გულისხმობენ ალბათ იმ ძალიან მძიმე ძალადობის ფაქტებს, რასაც წინა წლებში ქონდა ადგილი, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხო ხელისუფლებაში. თუ გნებავ ჩამოთვალოთ დეტალები სერგო თეთრაძის ფაქტიდან დაწყებული არ ვიცი გიპასუხებთ სიამოვნებით. კალენდარზე არის 2018 წელი ეს ერთი, მეორე ვისაც აკრიტიკებენ ნახევარზე მეტი ყავთ თავიანთ რიგებში მურუსიძე და დაწყებული, არ ვიცი მე ზარდიაშვილებით გაგრძელებული და 9 წელიწადი რომ ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ ინგა, ის დეპუტატები სხედან პარლამენტში მათთან. მეტიც მარტო დეპუტატები კი არა, არ მიდიხარ დავასახელო. სტრუქტურა ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომლებიც დღეს დეპუტატებად არიან. აი 2012 წელს მაგალითად ახლა არ მიდე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დავასახელო ჯერჯერობით, აი ჩვენ ზონის უფროსებად რო ყოფილიყო, ხო, ნაციონალური მოძრაობის მაგალითად თაწმინდის რაიონული ხელმძღვანელი 2012 წელს, ხო? სიტუაცია ან ვაკის. ეს ადამიანები არიან. ანუ რას ამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან? მე რო დამენახა. უცუდები იყვნენ ჩვენ ორგანიზაციას. ერთ-ერთი მათგან არ მივიღებ, ჩემო კარგო ადამიანო, მათგან არ მივიღებ საუბარს წარსულზე. მიუხედავად იმისა, რომ მომხრევარ და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მომავალზე. 6 წლის განმავლობაში მურუსიძე მესაუბრება, ან კალაძე მესაუბრება, მე არავისთვის არ დამიმალია, რომ 2008 წელს, 2007 წელს არ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი და პირიქით, როდესაც კალაძე ამართლებდა 7 ნოემბრის აქციის დარბევას, როგორ არ ამართლებდა? ერთი წუთი დინგა რა დამასრულებელი, როგორ არ ამართლებდა? კახი კალაძე 7 ნოემბრის დარბევას არ ამართლებდა. იყენებენ პოლიტიკოსები
პოლიტიკოსები იყენებენ მოსახლეობის აქტიურ ნაწილს. ეს თქვა ტელევიზიაში. ეს ადამიანი, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის კამპანიაში ჩართული, თუ მას არ სიამოვნებდა, ინგა, არ სიამოვნებდა, ინგა. არ სიამოვნებდა და არ მოწონდა წინა ხელისუფლება და არავინ არ უარყოს თვით მიხეილ სააკაშვილიც, ხო? რომ ბევრი წარმატების კვალდაკვალ იყო ძალიან ბევრი ძიმე შეცდომა, მაგრამ კახი კალაძისგან, რომელიც ამართლებდა ინგა, ამართლებდა და ამაზე არ ვიდაოთ, არსებობს კონკრეტ ამართლებდა. არა, თქვენ ეხა იცით მე რაზე მელაპარაკებით. ეს გადაცემა, რომელზეც ეხა თქვენ საუბრობთ, მე მიმყავდა. კახი კალაძე როცა იყო რუსთავიოს სატელეფონო ჩარტო არსებობს. სხვა რამეს ნიკა დამასრულებინე. კახი კალაძე, როცა თქვენ ამბობთ, მიხეილს დავასრულებთ. მე ხარ გაწყვეტინებ. ეს თქვენ სტუდიაში როცა იყო და როდესაც ჩაერთო რუსთავიოს ეთერში სატელეფონო ჩარტვით, ამ ადამიანმა თქვა, რომ პოლიტიკოსები 7 ნოემბერს ბოროტად იყენებენ მოსახლეობის აქტიურ ნაწილს. ეხა იმას გუში რაც ხდებოდა პარლამენტში მათქმევინე ჩემი საქმე. კახი კალაძე იჯდა სააკაშვილის მხარდამჭერებში, მაგრამ იგივე კახი კალაძე, რომელიც ლაპარაკობდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, კარგად მახსოვს, მე მიმყავდა ეს გადაცემა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ამავე დროს ის კახი კალაძე იყო მიშას მხარდამჭერებში რომ იჯდა, რომელმაც ჩემ შეკითხვაზე თქვა, რომ ძიმე იყო გირგულიანის ამბავი და დანაშაული იყო იმ ხელისუფლების. არა, მე ლაპარაკობ იმაზე, რომ ამართლებდა მკვლელობებს და დარბევებსო და არ ამართლებდა. ერთ ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერს მაინც იცნობთ, არ ამგონია, მე არ ვიცნობ ესე, ვინც ამართლებს გირგულიანის. არა, კალაძეზე ამ შემთხვევაში ეს სტუდიაში ხალბატონო ინგა, ყურს ხო არ ვიტყვი, პირდაპირ ეთერში ვართ. რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩარტვით ჩაერთო და დააგმო აქცია. დააგმო და თქვა, რომ პოლიტიკოსები ცუდი ხალხია, იყენებენ და რა მოხდა რა? შემთხვევით იმიტომ ხო არა, რომ მე ბიზნეს ინტერესების გატარება ვერ განახორციელა. იმიტომ ხო არა, რაღაც ისე გამიგეს ხა. ან კალაძეზე ჩავიხვიეთ, მაგრამ კალაძემ განცხადება რომ გააკეთა ჩემს გადაცემაში, რომ ის აპროტესტებდა გირგულიანის მკვლელობის ამბავს, არა, სხვა რამეს. ამის შემდეგ შეუქმნეს მას პრობლემები ბიზნესში. ეს იყო ასე. აიმე, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ნიკა 1999 მიხეილ სააკაშვილის კამპანიურ რაღაცა შეკრებაზე მივიდა და ამის შემდეგ შეუქმნა მიხეილ სააკაშვილმა პრობლემა კახი კალაძეს. მას შემდეგ რაც გირგულიანზე გააკეთა. მურუსიძესთან დაკავშირებით რა მოხდა? ზადბიაშვილთან დაკავშირებით რა ხდება? რა ხდება იმ ათობით ნაციონალურ მოძრაობის ყოფილ დეპუტატთან, რომელიც ქართულ ოცნებაშია? და რა ხდება იმ დაახლოებით 50% გამგებლებ მერებთან დაკავშირებით, რომლებიც სულ წინა ხელისუფლებაში იყვნენ? მაგრამ ესეც რომ არ იყოს ხალბატონო ინგა, კონკრეტულ ფაქტებზე ვსაუბრობთ. უდიდი იმიტომ არ მაქვს ხმა მიცემული 2008 წელს მე ნაციონალური მოძრაობისთვის არ მაქვს. ეს ყველა მის არ მაქვს. არ მაქვს, იმიტომ რომ რატო არა ახალგაზრდულად მაშინაც უსამართლობის განცდა მქონდა. მაგრამ თავარი მაინც იყო წინა ხელისუფლების თავარში იყო მართალი ევროინტეგრაციის საკითხში და განვითარების გეზი, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებაში აღებული, მაგრამ უსამართლობა როგორც მაშინ მაცოფებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი იყო და არანაირ ბერკეტიან ჰქონდა და ასეთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს არ ვიცნობდი, ხო? გეტყვით იპოდრომის ხარდაჭერთა აქციაზე ვარ ნამყოფი, ხო? ნამყოფი ვარ. დიახ, არის ერთ-ერთი იყო, ერთ-ერთი მახსოვს, როდესაც ინაუგურაცია იყო რუსთაველის გამზეს და მე იქ ვიყავი, იმიტომ რომ უსამართლობამ გამაბრაზა, იცით და დღეს გაცილებით მეტ პასუხისგებლობას გრძნობ და გაცილებით უფრო გაბრაზდები ადამიანი, როდესაც აი ვისაც შენ მას მოვიხსენებ რეტროსპექტივაში, ვინც შენ გაღიზიანებდა ეს ადამიანები დღესაც ხელისუფლებაში არიან. არ მივიგებ ჩემო საყვარელო ინგა იმ ადამიანებისგან ცინიზმს, როდესაც გეუბნებიან, რომ მაჩალიკას შვილის ტრაგედია არ არის ტრაგედია. როდესაც გეუბნებიან, რომ ზაზა სარალიძის შვილის კვლევის ფარველები გამოაშკარავდებიან. ცოტა ხანში როდესაც ყველა ძალიან კარგად მისმის, ნიკა, მე სხვა რამეს გეუბნები. აბსოლუტურად ოლიგა დავასრულებ, ჩვენ ძალიან რო არ შევიდეთ ეხა კამაჩი. აზრ დავასრულებ. როდესაც მილიარდელი ადამიანის პირობებში არც პენსია იზრდება, არც სამუშაო ადგილები იქნება, არც ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა. პირიქით მომხრეჭველობას აქვს ადგილი და უკვე ხელშესახებად ხდება შტაბ-ჭირდება, რომ უბრალოდ საშოვარზე არიან მოსულები ესენი ხელისუფლებაში და სახლებს აგერ ნახეთ, ხო ბატონი იზორიას ორი სასახლე, ხო, რომელსაც ვერ ასაბუთებს ელემენტარულად საიდანაა. კარგით, რაღაც კითხვა მინდა რომ დაგისვათ. ამიტომ თქვენ რას თავაზობთ, აი რიტორიკულად გითხოთ.
კითხავთ, რას მთავაზობთ, რომ ამაზე არ ვისაუბრო პარლამენტში, სადაც მთავარი მოვალეობა და ვალდებულება დეპუტატის არის საუბარი თუნდაც მწვავე იყოს, თუნდაც აგრესიული იყოს რიტორიკაში. რეგლამენტის ფარგლებს არ უნდა ჩვენი საუბრის დასაწყისშიც გითხარით, როდესაც მეთქი ეს ადამიანები, მაგალითად ირმა ინაშვილი, ხო, რომელიც იყო ჩემი კოლეგა წლების განმავლობაში, გახსენებ წინა წლებს? არა, დამასრულებინეთ ძალიან გთხოვთ. ეს რატომ იწვევს თქო აი ასეთ გაღიზიანებას, იმიტომ რომ აი ეხა თქვენ რომ ჩამოთვალეთ ერთი წუთით მაჩანიკაშვილი სარალიძე თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ვერ დავითვლი რამდენი გადაცემა მაქვს ამ ტრაგედიაზე გაკეთებული მაგრამ აი ამის პარალელურად მაგალითად იმ ხალხს ვინც აპროტესტებს და ამბობს რომ ამებს არ აქვთ უფლება დღეს მიუთითოს ხელისუფლებას რაღაც მსგავსი პრეტენზიებით წამოუყენოს ხელისუფლებას ამებს იმიტომ რომ თავის დროზე ეს ხალხი აქციებზე იდგა როცა იყო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში რობაქიძის კვლელობის ტრაგედიას აპროტესტებდა გიორგი გამცემლიძის სანდრო გირგვლიანის გესმით ხო რისი თქმა მინდა ანუ რატომ გახსენებენ ამ ყველაფერს რატო გონიათ რომ მე წარსულზე ბრაზდები აწყოზე ბრაზდები და ამათ უტიფრობაზე ბრაზდები როდესაც დღეს ქართული ოცნების ხარდაჭერი ხარ და ნაციონალური მოძრაობის თუ გაერთიანებული ოპოზიციის ხარდაჭერი ხარ ასე არ დავსვამდი საკითხს დღეს ხან ან ისტორიის სწორ მხარეს ან ისტორიის არასწორ მხარეს დიახაც ემზარ კვიციანი და ეხა ირმა ინაშვილი ხახნო ეხა რო ვთქვა რომ არიან ამ ქვეყნის ძირგამომთხევი საქმიანობით დაკავებული ვწდები რიტორიკულ კითხვა თქვენ არ გეკითხებით მოსახლეობა ჩვეულებრივი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაწყობილნი არიან. ნიკა, კითხვას დაგისვამ თუ და ეს არის არათუ მოკავშირე ხელისუფლების ერთი ორგანიზმია შეიხმანეს 2016 წელს და ამაზე რომ არ უნდა აგოს ოდესღაც პასუხი როდესაც ჩვეულებრივ 6 თუ დღეს გიორგი კანდელაკს ეწერა Facebook პოსტი რომელიც გაიხსენა 2016 წელს როგორ შეიხმანეს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსი როდესაც მას აკეთებდა ალიანსი არ არის ძლიერი პოლიტიკური ძალა მეორე ტურის წინ წამოდი რამდენიმე დღეში ერთი ხომარა მოუტანა სალომე ზურაბიშვილის დამატებითი ხმები როცა მან მოუგო გრიგოლ ვაშაძეს და საშუალება ხო გვექნება ჯერ დავასრულო 7 უბანი გააუქმეს 2016 წელს ის უბნები სადაც ხმა არ ქონდა ირმა ინაშვილის პარტიას აღებული და ამით ხელოვნურად ბარიერი დაწიეს და ისე შეიყვანეს პარლამენტში 2016 წელს. და ეს არის პარტია, რომელიც სულ რამდენად 3 კვირის წინ მოსკოვში იყო ჩასული და დუმის დეპუტატებს ხდებოდა თვითაღიარებული რესპუბლიკების დეპუტატები როგორ არა საქართველოს პარლამენტში ხედან ადამიანები, რომლებიც მოსკოვში ჩადიან და თვითაღიარებული რესპუბლიკების დეპუტატებს, ოკუპანტი რეჟიმის წარმომადგენლებს ხდებიან და რითიც ლეგიტიმაციას ანიჭებენ, ეს ერთი. და მეორე, ყველაზე მთავარი, ინგა, რაზეც აუცილებლად მინდა რომ დავაფიქსრო ჩემზე. აღარ არის ყავლი აქვს გასული ამათ რაღაცა რახარულ საფრაზებით ხაწე გამორიცხულია. ძალიან დიდი ნაწილი არის ქართული ოცნების ყოფილი აქტიური მხარდაჭერები, რომლებიც დღეს არის გაერთიანებული ოპოზიციის წინა რიგებში. ვინ? ძალიან ბევრი. ურმან დუმბაძის და მედია ვასაძის. ძალიან ბევრია. ასობით და ალბათ ათასობით. მე გეტყვით პირდაპირ. რეგიონები არის, სადაც შტაბის უფროსები ჩვენ ყავდა მაგალითად დავიწოდე ყველა პარტიაში, თავარი ღერძი პარტიის წარმატებული ხარ თუ არ ხარ ამ ხალხზე დამოკიდებული არის საშუალო რგოლი. ეკა ჩვენ ლიდერები როდესაც ჩავართ ძალიან კაი ხარ თუ რამე გონდენულ სიტყვი და ვიმეს დააჯერ გასაგები მაგრამ იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანების სამუშაო არის ველზე იმ ადამიანებზე მეტი ქართული ოცნების ყოფილი აქტიური მხარდაჭერები დეპუტატები მათ შორის ერთი წამით დაგისვამ თუ შესაუბრობთ ეხა არჩევნების ერთი წამით იმ ადამიანებმა ვიზეც ეხლა თქვენ საუბრობთ ხომ გააკეთეს საკუთარი არჩევანი ადამიანებმა და აი საქართველოს ამომრჩევლებმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა არჩევნების შედეგები ამაზე ხომ მეტყველებს მიუხედავად იმ 1%-იანი განსხვავებისა რაც დაიდო პირველ ტურში მიუხედავად ძალიან დიდი პოლიტიკური დაპირისპირებისა ფაქტია რომ პრეზიდენტი გახდა სალომე ზურაბიშვილი მე სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა რას ნიშნავს აი ეს თქვენი განცხადებები რომ არ აღიარებთ მას პრეზიდენტად
ანუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებთ. თქვენ ბევრმა ადამიანმა მოგცათ ხმა, მაგრამ მას ხომ უფრო მეტმა მისცა ხმა. ეს მე ჟურნალისტი ბრძანდებით და სხვადასხვა წახნაგოვანი კითხვა უნდა დამისვათ, მაგრამ მე შევეცდები კონკრეტული პასუხი გაგცეთ. ეს არჩევნები არის მოპარული. ტოტალური არა გაყალბება თუ შემოვჩინეთ დღესაც გუშინ პირველ რიგში არ ვსაუბრობ. წარმოუდგენელ ძალადობას ჰქონდა ადგილი. იგივე წარმოუდგენელ ძალადობას კრიმინალებს ჩვეულებრივად სახლებიდან კი არ გამოყავდათ ხო? აი ფარულობა რა ცნება როგორც ასე დარღვეული იყო. არ არსებობს არ ჩავარდნილა ბიულეტენი, რომელიც სანამ ჩავარდებოდა ყუთში არაჩვენეს ვიღაცა ზედამხედვას უბანზე. და ამის კადრები არსებობს, მაგრამ თავარი არ გვინახავთ, ჩვენ რომელსაც ვნახავთ ხვალანზე. რა კადრები? თავარი კადრები თუ როგორ გაყავდა არჩევნები. თქვენ გააქვთ ეს კადრები, ფლობთ ამ მტკიცებულებები, მაყურებელი ნახავს. წარმოუდგენელი ვიდეო მტკიცებულებები. როგორ პირდაპირ გაგებით ყრიან ქართული ოცნების კომისიის წევრები, თავმჯდომარეები, აი როგორ იღებენ აი ეს ბიულეტენებს და როგორ ხანი რატომ არ გაასაჯაროვეთ მაშინ? გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი პროცესი იყო. არა, რას ქვია, თუ კადრები გიჭირავთ, რა კადრები გიჭირავთ? კამერები იყო გასაშიფრე დილის 8 საათზე რომ დაიწყო 3740 უბანია. დილის 8 საათზე რომ ჩაირთო ვიდეო კამერა, გამოირთო საღამოს 8 საათზე. წარმოვიდგინეთ ეხლა ხო? რამდენი რამხელა სამუშაო არის. ჯერ 20% არის ხოლმე გაშიფრული და წარმოუდგენ ვერ იტყვით, დაგენიზლავებით, ინგა გრიგოლია. შემდეგ ეთერში, შემდეგ გადაცემაში ვერ იტყვის, რომ ეს არჩევნები არ გაყავდა. აი ესეთი კადრები იქნება. არა, მე გისვამ კითხვებს ნიკა. ჯერეთით ნახეთ. რა პასუხს ვერ იტყვით, იმიტომ რომ ვიცი რომ ობიექტურობას შეენარჩუნო და ვერ ვიტყვი. ვერ იტყვით, ვერც თქვენ და ვერც თქვენ. მე ყოველთვის ვაჩვენებ, მე ყველა კადრს და ყველა ამბავს. საერთაშორისო ორგანიზაციებს რატომ არ აჩვენეთ? რატომ არ გახადეთ ეს? არ ვაჩვენეთ კი არა, ვაჩვენეთ კი ხვალანზე. ვათენე დღამეებს და 30-40 ადამიანი დღეების განმავლობაში უბრალოდ არის. ბევრია ასეთი მტკიცებული. 3700 უამრავი. მე არ ვთვლი დარღვევად პირდაპირ გეტყვით, არ მომახვილებ ყურადღებას როგორი სახის დარღვევაზე, ისეთ? აი, რო შევალ, რო ვხაზავ და თავზე რომ ადგეხართ. აი თავზე რომ ადგეხართ და თქვენთან დასწრებით რომ ხაზავ სალომე ზურაბაშვილს ან თქვენ რო ხაზავთ ჩემს მაგივრად. ამას დარღვევაში უკვე ისეთი დარღვევები აღარ ვთვლი. არ კაბინაში რო შემომყევით თქვენ და არ მაცადეთ მარტო ამას დარღვევად არ ვთვლი. ლიუს ეხა კარგით რა ხა იმაზე საუბრობდნენ რაღაცა ძალად რევანშზე და დესტაბილიზაციაზე და პირველი ტური და მეორე ტურამდე რა გააკეთეს ხო? გავიხსენოთ. პრაქტიკულად ყველა საჯარო მოხელე რომელშიც ეჭვი შეეპარათ რომ არ დაუჭირა მხარი ქართულოცებას გაათავისუფლეს თბილისში მარტო საბავშვო ბაღის 10 დირექტორი როგორ ყველა ის ადამიანი გაათავისუფლეს ასევე ვინც ლოიალობა არ გამოიჩინა ქართულოცნებას და არაფულად ხო დაუჭირა მხარი ქართულოცნებას და რატო გაკეთდა დანარჩენებს უთხრეს რომ აი თუ შენ უბან სადაც თქვენ ცხოვრობთ არ ვერ მოვიგებთ ხო მეორე ტურში აი როგორც ეს ადამიანები 100 ადამიანები გავყარე და რეპრესიების ქვეშ მოვაყოლე, შენც იგივეს გაგიკეთებ. იმიტომ რომ ვაჩაძე რომ გახდეს პრეზიდენტი, სუსის უფროსი მაინც მევრჩები, პროკურორი მაინც მევრჩები, პოლიციის უფროსი მაინც მევრჩები და სად წამიხვალ. კარგი. ეს იყო და ამ რეპრესიების გადამკიდე ერთი ადამიანი შემოაგვდათ, ინგა ძალიან გთხოვთ, აი არ მინდა პათეტიკით ვისაუბრო, მაგრამ ერთი წამი წარმოვიდგინეთ, აი აქ ჩემს ადგილზე იჯდეს, ეხლა ეკაპესელია. არ მაქვს ეს თვები, თორე და იწივლებ და იკირებ და მართალი იქნებოდა. თქვენ ზუგდიდის შემოქმედებოდა ჩვეულებებს შემოვიდა მე ხელისუფლების წარმომადგენელი მეყოლება და მასთან აუცილებლად დავსვა მოდი არა ეს მათგან განმავითავრებია კი ბატონო დაასრულეთ და რეკლამა ეს რომ ერთ-ერთი ადამიანი იყო რომელიც უბრალოდ შემოდა არ ვერ გააუძლო მისმა ჯანმრთელობა ეხლა ხო თავისუფლად შეიძლება და 4-ვე ის ადამიანი ახალქალაქ ზოფიში დაღუპულიყო 4-დან 1 მაინც ხო დღემდე ებზვის ამ წუთისთვის ებზვის სიკვდილს ნოდარ ბურდილაძე ხო ითხოვდა, ეხმეწებოდა რეაგირებას იქით სთხოვდა განათლების სამინისტროს და ვიღაცა ანონიმური წერილი როდესაც გახარია ჩავიდა სამეგრელოში ყველას მოთხოვა ვინც საჯარო სამსახურში იყო ჩამდგარიყო ქართული ოცნების
კამპანიის რიგებში. და ეს კამპანია ვერ დაიყოლიეს, რაღა ვერ დაიყოლიეს, ერთ დღეში ვიღაცას დააწერეს ანონიმური წერილი, ბრძანება გამოსცა განათლების მინისტრს ყველა ვიცით და ზუსტად 2 საათში გენ ინსპექციის თანამშრომლები შევიდა სკოლაში. აუცილებლად დაუსვა მე ბატონ ვოსკეს ამ მარიამ ჯაში რო ყავთ, კემამოსილის საბჭოებას რო ტოვებს. კომიტეტის თავმჯდომარეა განათლების კულტურისა და ხო? რა შვილმა თქვა გაასაჯარო თქვენ ესეთაში რომ სიკვდილამდე 2 დღე ურეკავდაო მარიამ ჯას. იმიტომ მარიამ ჯაშმა თვითონ დაწერა დაფაზე ტელეფონის ნომერი და როცა გაგიჭირდებათ მე დამირეკეთო. განცხადება დაწერა განათლების სამინისტროს სახელზე. ომბუდსმენს მიმართა ინტერვიუ მიცა, ცოცხალი ინტერვიუ მიცა კაბატონო ინგერო, მავიწროვებენო პოლიტიკური мотиваციით და ნიშნით და შემოვახვდათ და მაპატიეთ და ყველა ის პოლიტიკოსი არის უღირსი და ვაჩარი, ვინც აი ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ და ხმას არ ვიმაღლებს. დიდი მადლობა ნიკა და ბოლოს ერთი ვიტყობ რომ კრიმინალებისგან, კარგით. კრიმინალ და მოძალადეებისგან არიან ჩამოთვალე უახლოეს წარსულშიც რომ იყვნენ კრიმინალები და წამოწერ იმ ადამიანს რა უთხარი. კაბატონო ინგერო ჯერ დანაშაიდებ ჯიბეში და მე ამ დანით ადამიანებით შეხვას დაიწყებ. 2 დეპუტატი ის ასეთი რაც ვიცი საქართველოს პარლამენტში. აი დანა რატო უნდა გქონდეს? თუმცა აი როდესაც თქვენ მე მართლა ერთი წუთი დამჭა და მოკლედ უნდა მითხრათ, იმიტომ რომ რეკლამის დროა. უცნაური ის არის რომ თუ კი ამდენი დარღვევების შესახებ ხელთ ქონდა თუნდაც ინფორმაცია მესმის რომ შიფრავდით, მაშინ თქვენი დამკვირვებლებისგან რატომ მოხდა შემაჯამებელ ოქმებზე ხელის მოწერა ეს ხო? ბუნებრივია და ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ რას იზამთ? ანუ 16-ში დაანონსებული გაქვთ აქცია. აი ხელისუფლება რომელიც მუდმივად საუბრობდა დესტაბილიზაციის საფრთხეზე. აი შეიკრიბებით და აღარ დაიშლებით თუ შეიკრიბებით და შეეცდებით ხელი შეუშალოთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას თუ ეს იქნება უბრალოდ შეკრება შეკრებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი თავმჯდომარეც არის, ჩვეულებრივი არის აქტივისტი ქართული ოცნების, რომელიც შავზე თეთრს ამბობს. ნუ ეს პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლება ხო? პროტესტს გამოვთქვამთ კონსტიტუციის ფარგლებში, კონსტიტუციურ პროტესტს გამოვთქვამთ. არ უჭირავს ხელში დემოკრატიული მანდატი ქალბატონ ზურაბიშვილს. ძალადობის მანდატი უჭირავს. და რას აპირებთ? ძალადობის მანდატი უჭირავს. ხო, რას აპირებთ? წვავე პროტესტს, მუდმივს, პერმანენტულს. არის რომ შევიკრიბებით და არ ვიშლებით. ასკერა, არ გავჩერდეთ, უამრავი დარღვევებია. უამრავი სისტემატური თქვენ ამ დარღვევებს გამოაქვეყნებთ და მე იწყებთ ახალ პოლიტიკოს. რომელსაც ხელს აფარებს ხელისუფლება, ვინაიდან ის არის მაღალჩიოსანი. აი ხა თქვენ გერთებოდათ ერთი დეპუტატი. წარმოუდგენელი სიმულაცია დაადგმევიეს ხო ციხეში? არა, ბატონ ჯაფარიძე. არ არის დამნაშავე? მე შემიძლია როგორი ვიყო იცით ინგა ძალიან აი ამ ქართული ოცნების დეპუტაციისთვის ამ მაღალჩინოსნებისთვის ვიყო ძალიან კომფორტული. კარგით, ეს კომფორტზე მე არ გადაიხდია რო არ დამბა. დიდი მადლობა. არ ვიქნები მართალი, ვერ წავალ ვერასოდეს ზნეობრივ კომპრომისზე. არ გვინდა კომპრომისებზე. ანუ თქვენ ეხლა გამოაქვეყნებთ ამ დარღვევებს, მტკიცებულებებს და მე იქნებით მუდმივ აქციებში და მე მუდმივად მოუწყობთ საპროტესტო აქციებს. საერთაშორისო დასკვნებიც. ხო. ალბათ გააკვეთია დაწუნებული ხო თქვენ გაეცანით არ საუბრობს და არ ამბობს თავისუფალი არჩევნები ჩაატარდა ამ ქვეყანაში რა შეიძლება დარღვევებს ჰაერზე არ მოვიდათ კაბატონო ინგა იცით რა განსხვავებაა ჩვენს ამ გაერთიანებულ ოპოზიციასა და იმ გაერთიანებულ ოპოზიციაში შორის რომელიც მაგალითად იდგა 2000 რომელი წელი იყო 7 თუ 8 წელი იყო ხო? იქ ეხა მართლა მთელი თბილისი თუ არა ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრი და იქ იყო ხო? უბრალოდ გაიყიდა რამდენიმე ლიდერი. მე დაწუნებულ ის ადამიანები და კაბატონის სამმზურობაში სხვადასხვა გამოდიოდა თუ გახსოვთ და არალეგიტიმური არის მიხეილ სააკაშვილიო. თვითონ საუბრობთ ეს ერთი. მაგრამ ის ხალხი რომ დაძრულიყო რუსთაველის გამზირისკენ ფიც ვერ დადებდა. თქვენ ამას აპირებთ. არა, მე არ ვაპირებ გიგო ვაშაძე ძალიან კაფიოდ. ანუ სალომეს ინაუგურაცია მოხდება და აქეთ იქნება თქვენი აქცია. დამოკიდებული. აუცილებლად. გისების საკითხია ჩემო ინგა. თქვენ რო ვიცოდეთ რომ მე ვარ ადამიანი, ვინც თქვენი ავტომობილი გავიტაცე და დამნაშავე ვარ და ყოველდღე ტელევიზორით გამოდიოდი და საუბრობდი, არ მომთხოვთ პასუხს.
რა მნიშვნელობა მანქანა მოყვარე თუ ხმა მოყვარე? მადლობა. ასობით ადამიანი არის ძალიან განერვიულებული ხართ ისე ეთყობა ამ არჩევნებში. არა, განერვიულება არა, გაბრაზებული წარა ვარ. კაი, ცოტა შევეცადე რომ გამელავდე. ვარ ძალიან მოტივირებული, რომ კრიმინალი ხელისუფლება დავამარცხო. დიდი მადლობა. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მაშასე მან დაანონსა რომ ხვალანზე ისინი გაასაჯაროებენ ვიდეო მტკიცებულებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და აი ამ წამს მომივიდა